BBC-ის ფილმში რესპონდენტთა უდიდეს ნაწილი გამოკითხულია და ისინი ვერ ასახელებენ ვერც მტკიცებულებას, რომელიც აადასტურებს, რომ მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ეგრეთ წოდებული ქიმიური ნივთიერება. ეს რას ნიშნავს? და უნდა იღონ თუ არა შემდეგ პასუხისმგებლობა თავად. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ცრუ კამპანია, რომელიც პირველ შემთხვევაში არ არის სხვათა შორის, ჩვენ ძალიან ბევრი გვახსოვს ასეთი ფაქტები, ასეთი სპეკულაციები, აღნიშნული მიმართულებით გამოძიება დაწყებულია. ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც აკრძალულია, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და დანარჩენი დაველოდოთ გამოძიება, სადაც ყველაფერი იქნება დადასტურებული კონკრეტული ფაქტებით და კონკრეტული კვლევებით. ეს ფილმი იყო თუ არა საქართველოს მიმართ მიზანმიმართული პროვოკაცია, ისიც რომ რა თქმა უნდა, როდესაც ვრცელდება მიზანმიმართული სიცრუე, დაფუძნებული ტყუილზე, რაღაც მოგონილზე, არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, მცდელობა არის ქვეყნის წინააღმდეგ. იგივე კეთდებოდა თუნდაც, როდესაც გვიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი იყო თითქოს მოწამლული და მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ცრუ კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ. თუმცა არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობდა, რეალურად PR კამპანია იყო და ამაში თანხები იყო გადახდილი, რომელიც მოგვიანებით გაირკვა და ამ ტიპის სპეკულაციებთან გვაქვს საქმე ამჯერად BBC-ის მხრიდან. მეგობარიაკი ჩავარდა მესამედ, მიუხედავად იმისა, რომ ჯო ვილსონი და ოპოზიციონერები ცდილობდნენ, რომ ეს კანონპროექტი გასულიყო, მესამედ ჩავარდა, მეორე ჩავარდა ბოლო 3 თვის განმავლობაში, რაზე მეტყველებს ეს თქვენთვის. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის მთრული აქტი, ხო? არანაირ მეგობრობასთან კავშირი არ აქვს იმას, რაც წერია აღნიშნულ დოკუმენტში. ყველაფერი ტყუილზე არის დაფუძნებული, არანაირი რეალობა, არანაირი სიმართლე და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, უნდა მოხდეს გადატვირთვა, ის რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, იყო ძალიან მძიმე. ჩვენ უამრავი ყვილი და სიბინძურე მოვისმინეთ საქართველოსთან დაკავშირებით. გამოვედით და პირდაპირ თქვით, რომ ჩვენი სურვილია, რომ ურთიერთობები აღდგეს, დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ცხადია, თუ აქტის მიღება იქნებოდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით არის გაჯერებული, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა ორი ქვეყნის. გაეროში ბრიუსელს ძალადობრივი აქცია. ეს რომ შევაფოთ, საყოყოშუმო გამოაქვეყნა პოსტი და წერს, რომ კიდევ ერთხელ დანაშაულებს ევროპელ ლიდერებს ექსტრემისტულ. ხო, თავის თავს ხوار დაგვიგონ. პირველები ის იყვნენ, ვინც ახალისებდნენ ამ ყველაფერს, აფინანსებდნენ და უშუალოდ ჩართული იყვნენ ამ ყველაფრის ორგანიზებაში და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ზოგადად ის არეულობა, პოლარიზაციის გაღვივება, ექსტრემიზმის ახალისება, ძალადობრივი ჯგუფების ახალისება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის გარედან დაფინანსებული და გარედან თავსმოხვეული. ახლა საკუთარ თავს ხوار დაგვიგონ. ბუშის პრემიერმა განაცხადა BBC-თან დაკავშირებით გამოძიება უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილია და მას კამპანიური ხასიათი აქვს. ჩვენ ასევე BBC-თ ვერ საუბრობთ მტკიცებით ფორმაში, რომ ქიმიური იარის გამოიყენეს, მაგრამ ანუ ჰელსინკის კომისიის განცხადებაც ვიხდით, სადაც ისინი მტკიცებით ფორმატში საუბრობენ, რომ ხელისუფლებამ თითქოს ქიმიური იარაღი გამოიყენა და ჩვენ გვახსოვს ასევე ჯო ვილსონის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს წინააღმდეგ ქართული NGO-ების მიერ მიცემული ჩვენებების და ეს კამპანია რო შევაფასოთ. უშუალოდ ჯო ვილსონს რაც შეეხება, ჩვენ ხო ვიცით, $87,000 იყო იმაში, რომ მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის გაშავებაში და ქვეყნის წინააღმდეგ გააკეთოს განცხადებები. ვიცით ეს ყველაფერი, ოფიციალურად არის ეს დადასტურებული, რომ $87,000 აიღო იმაში, რომ ისაუბროს სიცრუე, სიბინძურე, სიყალბე და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ, ხო? კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც აკრძალულია და არ შეიძლება. დანარჩენი მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების ფარგლებში ყველაფერი იქნება ცხადი, ყველაფერი იქნება დადასტურებული, რომელიც წარედგინება საზოგადოებას. ჩვენ ასევე
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა მივმართავთ სასამართლოს, რომ ყველაფერი იყოს ცხადი და ნათელი და კონკრეტულ დამნაშავეებს მოუწიოს პასუხისმგებლობა. ტოქსიკური ნივთიერება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არ იყო გამოყენებული ტოქსიკურ ნივთიერებაზე გეკითხებით. ანუ პასუხისმგებლობით ამბობთ, რომ ამ კოდის ქვეშ 35-39 კოდებით ვერ ვისაუბრებ, არ ვარ დარგი სპეციალისტი, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ნივთიერება სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ამას, რომ არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც აკრძალულია. დანარჩენი სხვა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება რისთვის მიმდინარეობს მაშინ? შეიძლება არ იყოს მაგალითად აკრძალული, მაგრამ არის ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც არ შეიძლება რომ გამოიყენო მშვიდობიანი მოვიდნენ. მაგას გეუბნებით, რომ არანაირი ნივთიერება, რომელიც არის აკრძალული და არ არის დაშვებული, არ ყოფილა გამოყენებული. დანარჩენი დაველოდოთ გამოძიებას. მე ნუ შეკითხვას კოდებთან დაკავშირებით არ ვარ სპეციალისტი, შესაბამისად დაველოდოთ. მაგიტომ არის გამოძიება დაწყებული, რომ ყველა კითხვა ჩვენ ხო BBC არა ვართ, რომ რაღაც უსაფუძვლოდ არგუმენტების გარეშე ვისაუბროთ, ვართ ხელისუფლება. რა თქმა უნდა, არანაირი არგუმენტი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოძიება და გამოძიების შედეგად მეგებლობის ნაწილთან დაკავშირებით როგორც თბილისის მერმა შაშალიცოდით წყალთან ერთად მეც ხო შეიძლება რომ კითხვა დავსვათ ქიმიური ნივთიერება რომ იყო გამოყენებული ამას ამბობდა დარახველიძე შარშან გომელაურიც და დღეს გუშინ კობახიძემაც დაადასტურა თქვენ როგორც თბილისის მერმა ეს იცოდით რომ ცენტრალურ გამზირზე გამოიყენება ქიმიური ნივთიერება წყალთან ერთად რა ქიმიური ნივთიერებას კიდევ ერთხელ მიმეორებ კობახიძე ამბობს დარახველიძე გომელაურიც მარტო საქართველოში არ ხდება აქციების დაშლა ხო ჩვენ ვხედავთ ამას მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში როგორ ხდება კიდევ ერთხელ მიმეორებ არაფერი არ ყოფილა გამოყენებული რომელიც არის აკრძალული რაც დაშვებულია და რაც მისაღებია ის იყო გამოყენებული დანარჩენი გამოქვეყნებას რა დროს სჭირდება რა გამოიყენება ჩვენ ხომ არა ვართ თუ მართლით ეჯიბრებით ერთმანეთს სვავს კითხავს და არც არის შესაბამისად ჩვენ ხო BBC არა ვართ რომ ტყუილზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას არანაირი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებიათ ხო ჯერ გვიმტკიცებდნენ რომ ასე იყო და შემდეგ უკვე სავარაუდო უკან დაიხიეს იმიტომ რომ ეს არის ტყუილი და ამიტომ არის გამოძიება დაწყებული რომ ყველა კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი რომ საზოგადოებაში არ დარჩეს საქართველოს მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას, მაგრამ მხარი არ დაუჭირა სომხეთმა, აზერბაიჯანმა. ბაცალოთ ერთმანეთს. რატომ ხდება ესე რომ საქართველოს რუსეთიდან უკრაინიდან გადაწყვეტა რუსეთის მიერ უკრაინიდან გადაწყვეტა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე აი თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ხო არ დაუჭიროთ ჩემს სიტყვებს გადაამოწმოთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ იყო მხოლოდ მხარდაჭერა და თანადგომა მე აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს და მოყოლას თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს უკრაინიდან დევნილ მოსახლეობასთან რომლებიც საქართველოში იმყოფებიან ხო რა დახმარებები გაუწიეთ რა ბენეფიტები მივეცით ეს ასეც უნდა იყოს ჩვენ უკრაინელ ხალხს თვლით მეგობრად და შესაბამისად ძალიან კი ვაგული როდესაც უკრაინას ვხედავთ იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც იმყოფება და სამწუხაროა ის რომ მთელი რიგი კამპანია მიმდინარეობდა მოწოდებები რომ საქართველოს ჩართული იყო აღნიშნულ უბედურებაში და ალბათ რომ არა ჩვენი მტკიცე პოზიცია და ის ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯები ალბათ საქართველოშიც შექმნებოდა ის მძიმე სიტუაცია რაც უკრაინაში. ამის მიუხედავად ამ კითხვაზე მაგ ხალხო ამის მიუხედავად მაინც კრიტიკა მოდის ჩვენს მიმართ ის რატომ ხდება? ნუ რა ვიცი ხა მე ვფიქრობ რომ ეს ხდება იმ არაფორმალური მმართველების მხრიდან ხდება დავალებების გაცემა
შემთხვევაში იყენებენ უკრაინის ხელისუფლებას, შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა ევროპელი ბიუროკრატები და ასე შემდეგ. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც თავს ესმიან საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს, ქართულ ხელს და ხალხს და ასე შემდეგ. ალეკონის საშუალთან დაკავშირებით მინდა ერთი კითხვა. შეიძლება საფრანგეთის რომლის თავმჯდომარეც არის ალეკო რეზოლუციაზე შეიძლება კითხვა დაიწყოს რას შეიძლება თან იმიჯნებენ და თან სულს მასთან ხო, ну არ ვიცი ხა ელისაშვილის ფაქტი, ну საოცრება იყო რაც ჩაიდინა და რაც გააკეთა, ხო, აი შეუძლებელია ჯანმრთელმა ადამიანმა ასეთი რამ იკადრო და ასეთი რამ გააკეთა, ხო, წარმოუდგენელია, ხო, ახსნა არ აქვს ამ ყველაფერს. ну ერთი რამ ფაქტია, რომ ეს არის ძალადობრივი ჯგუფი. ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც დაკავებულები არიან იმით, რომ ქვეყანაში შემოიტანონ ყოველთვის დაძაბულობა, ხალხის დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღრმავება. ისიც ცხადია, რომ ისინი ერთი ხელით იმართებიან, გარეთ მათ ყავთ პატრონები და იცით თუ რა ძალა ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს. ბატონო, იგივე თემასთან დაკავშირებით მოგგვიყვება, ლელო უნდა გარიცხოს თუ არა ალეკორისაშვილი თავისი რიგებიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ დღემდე არ უნდა უგრია თავისი. საერთოდ არ მაინტერესებს ლელო რას აპირებს და ელისაშვილი რას აპირებს. არ არის საინტერესო. ბატონ კახა, გუშინ ირაკლი ყობახიძე ამბობდა, რომ ეს აკრძალული ნივთიერება კამიტე გამოყენებული არ იყო, თუმცა ის თუ რა იყო გამოყენებული და ამ გამოყენებულიდან იყო თუ არა აკრძალული თუ არა აკრძალული, ამას დაადგენს გამოძიება. თქვენ დღეს ამბობთ, რომ აკრძალული არ იყო გამოძიება ნივთიერება მთელი პასუხისმგებლობით ამბობთ. და თქვენ რაზე დაყრდნობით ამბობთ და თუ კი არ იყო აკრძალული, 1 წლის წინ სახალხო დამცველიც ითხოვდა და NGO-ებიც და მედიაც საუბრობდა და ხომ შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვითხრას რა გამოიყენეს და დასრულდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება. მე იმაზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვარ და მე ვამბობ იმას, რომ რაც თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომ არაფერი არ ყოფილა გამოყენებული ისეთი, რომელიც არის აკრძალული. შესაბამისად, თქვენ მისმენთ კითხოს რა იყო გამოყენებული. რა იყო გამოყენებული, ამას გვეტყვის გამოძიება კონკრეტული კვლევით, კონკრეტული დასკვნებით. ეხლა ზეპირად ხო არ უნდა ვისაუბროთ, BBC ხო არა ვართ რაღაც მოგონილი ვიღაცის ნაჭორავებზე გააკეთოს სიუჟეტები და ეს ინფორმაცია ავდგეხონდე, მოგაწოდოთ თქვენ და მივაწოდოთ საზოგადოებას და დაველოდოთ ხო? კვლევები, ყველაფერი იქნება დადებული და შესაბამისად კანონი და წესრიგის ინდექსი საქართველოს 19 ადგილზე ამ სოფლიოში და ჩამორჩება მხოლოდ ევროკავშირის 4 ქვეყანას. რა მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ასეთ აღიარებამდე და რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ზოგადად ქვეყანა წინ მიდის. ეს არის შემდგარი ფაქტი, ეს არის რეალობა. ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, ქვეყანაში რეფორმები ხორციელდება. ყველა გამოკითხვით, რომელიც დაფუძნებულია სიმართლეზე, ცხადია, რომ ქვეყანა წინ მიდის, ახორციელებს რეფორმებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პროცესს, გავაგრძელებთ განვითარებას, გავაგრძელებთ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მშვიდობა იყოს შენარჩუნებული. მშვიდობის გარეშე ცხადია, შეუძლებელია რაიმე განვითარებაზე ფიქრი, წარმოუდგენელი არის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის სიმშვიდე და მშვიდობა. ერთი კითხვა მეც ვიქნება ბოდიში. ვარაუდის გამო. ეს რომ ჯავხოს რა მოვოდით, მოკლედ თქვენი პასუხი რა იქნება ახლა? ну არ ვიცი ხა ჩვენი იმდენ არასამართლიანობას ხედავთ და ზოგადად ხდება სიცრუის ტირაჟირება, გავრცელება, ამას უკან უდგას ძლიერი მედია საშუალებები, როგორც არის BBC მაგალითად, რომელიც ბევრჯერ არის მხილებული ტყუილში, აგერ აიღეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც არ ვიცი ხა რამდენ მილიარდს ხობს კონკრეტულ სიცრუისთვის საჩივარი შეიტანეს და ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ BBC გამხილებულია ტყუილში. ვიცით ჩვენ როგორ იმართება, საიდან იმართება ეს მედიები, როდესაც საუბრობთ არაფორმალურ მმართველობაზე, რომელიც სოფლიოშია გაბატონებული და უდიდეს გამოწვევას და პრობლემას წარმოადგენს, ჩვენ ველოდებით ამ ყველაფრის დამარცხებას და პრეზიდენტ ტრამპს გულშემატკივრად. თუ ტოქსიკური ნივთიერება იყო გამოყენებული და ეს დადასტურდა გამოძიების მიერ. მაშინ უკვე იყვება ისიც, რომ გასულ წელს, როდესაც მომხდარებდა აქციები რუსთაველის გამზირზე, ჰაერი იყო ძალიან დაბინძურებული და სავარაუდოდ ეს იყო დამაზიანებელი ადამიანების ჯანმრთელობისთვის. ამ
დროს თქვენ მოქალაქეებს იქ ეპატიჟებოდით, რომ აი თოც ნაძვის ხე, აი ამასთან მიმართებით. არა, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეთქობს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა და ასევე ითხოვენ, რომ არა მხოლოდ დასანქცირდეს, არამედ მისთვის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევა, ასევე პატიმრების გათავისუფლება. თქვენი აზრით საფრანგეთის მოქალაქე, რომ ბიძინა ივანიშვილს როგორც საფრანგეთის მოქალაქეს რაიმე საფრთხე ემუქრება თუ არა ამ მიმართულებით? ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია ფორმალურადაც და არაფორმალურადაც, ხო? ის შეტევები რაც ხორციელდება ამ ადამიანის და მისი ოჯახის მიმართ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, დღემდე გრძელდება და მიმდინარეობს შანტაჟი. რა ვიცი, ამბერჯერ გვისაუბრია აღნიშნულთან დაკავშირებით. ტრანსპორტზე აქ ერთი კითხვა რა. ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მაინტერესებს ბოლოს. ეს დააყენეთ თქვენ ყოველდღე ხო არ მგზავრობთ და თუ იცით რა ხდება ტრანსპორტში და თქვენ რა გაინტერესებთ? აი მოქალაქეებს ვესაუბრეთ, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ სუნთქავენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ჰაერი არ არის საერთოდ. რატო ესეთი მდგომარეობა? იმიტომ რომ გადაჭედილი არის და ძალიან დიდი მაგით შევიძინეთ ის 218 მეტრიანი ავტობუსები, რომ ეტაპობრივად ეშვება გადის ხაზებზე, სხვადასხვა ხაზებზე იმისთვის, რომ შევძლოთ მეტი მგზავრის გადაყვანა დღის განმავლობაში. გარდა ამისა მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს კიდე 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანა, რომელიც იქნება 8 მეტრიანი და მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ აი ეს ახალი უბნები, რომლებიც იქნება, მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ აი ეს 30-40 წუთი მოლოდინის დრო შევამციროთ და კიდევ უფრო კომფორტული შემცირდება მოცდის დრო, თუმცა ახლაც ამბობენ, რომ 9 საათი ელოდებიან. გააჩნია სად. ქალაქი იზრდება, ურბანულად ვითარდება. თქვენ შეგიძლია სტატისტიკაც ამოიღოთ. მაგალითად, აი პირობითისთვის ვიძახი, კიკეთში რამდენი ადამიანი ცხოვრობდა 5 წლის წინ და რამდენი ადამიანი ცხოვრობს დღეს ყოველდღიურად. შეგიძლიათ ამ სტატისტიკა მოიძიოთ, ამოიღოთ და ნახავთ, რომ ქალაქი ვითარდება, ქალაქი იზრდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის განვითარების პროცესში. ეს ის არ არის, რომ დღეს შენ მაგალითად პირობითად ვიძახი, შემოიყვანე 1000 ავტობუსი და ამით დაამთავრე. ეს ყოველწლიურად ამას ჭირდება განვითარება, ყოველწლიურად ჭირდება ტრანსპორტის განახლება და ასე შემდეგ. ტრანსპორტით მოძრაობა კომფორტულია? არეული რა. საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ვზავრობ. კერძო ავტომობილითაც, სკუტერითაც და მოტოციკლით. და თქვენს დგახართ, ამდენი ხანი უცდით საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მეორე საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება, ყველაფერი ხო შედარებითია. კომფორტულია თქვენთვის საზოგადოებრივ ხელისუფლებაში. მოძრაობდა. ერთი ხარ თქვენ, ერთი ადამიანის ხელით იმართებით, ყველანი არაფერ არ განსხვავდებით ერთმანეთისგან. საზოგადოებას ემსახურებოდა დაანგრეული, ძირგამომპალი ავტობუსები. აი როგორი ავტობუსი, აი ეს ავტობუსები იყო თქვენი ნამდვილი სახე. როგორებიც ხართ თქვენ, აი ესეთი იყო ეს ავტობუსი, ძირგამომპალი, გაუბედურებული. დღეს ქალაქს ემსახურება ახალი ევროპული ტიპის თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რა თქმა უნდა, განვითარება, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების, კიდევ უფრო შევამციროთ მოცდის დრო, ეს არის ყოველწლიური პროცესი, იმიტომ რომ ქალაქი ვითარდება, ქალაქი იზრდება, მეტ ადამიანი ითხოვს საზოგადოებრივი ტრანსპორტს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს